ქვეყნები რომ ადამიანები იყვნენ. დავიწყოთ გერმანიით. გერმანია ის სტუდენტია, რომელსაც ყველა დავალება ერთი კვირით ადრე აქვს ჩაბარებული და მერე უყვირს სხვები რატომ არ არიან ასეთები. საფრანგეთი. საფრანგეთი არის ის თანამშრომელი, რომელსაც ყოველ შეხვედრაზე მოაქვს ახალი იდეა, თან ჭკუას გასწავლის, რატომ აკეთებ ყველაფერს არასწორად და თან საკითხავია თვითონ თუ აკეთებს ყველაფერს სწორად. ბრიტანეთი არის ის ტიპი, მეგობრების ჩატი რომ დატოვა და მერე მაინც მეგობრების გავლით ყველაფერს აკვირდება, რა ხდება ამ ჩატში. შეერთებული შტატები ალბათ არის გამშველებელი, არ ჩაერიოთ, მე მოვაგვარებ ტიპი, მერე მოდის და 5 წუთში ყველაფერი მის გარშემო ბრუნავს. ჩინეთი. ჩინეთი აი რომელი მეზობელია, იცით? თაობებით რომ ყველა მიცის რომ ძალიან კარგი ოჯახია, მერე უცებ რომ გაღარიბდა თან მრავალშვილიანია და მერე ნელ-ნელა ისე დაიწყეს აგურ-აგურ ყველაფრის შენება, რომ დღეს უბანში ყველაზე მაგარი სახლი აქვს და თან მეზობლები აზრზე ვერ მოვიდნენ, როგორ და რანაირად მოხდა. რუსეთი. რუსეთი არის ავი მეზობელი. სულ რომ შენს ღობეზე უჭირავს თვალი და შანს არ უშვებ შეგახსენოს, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც მის ოჯახს ეკუთვნოდა და ახლაც შანსი რომ მისცე, სიამოვნებით დაეპატრონება. და საქართველო. თქვენი აზრით როგორი ადამიანი იქნებოდა საქართველო? აუცილებლად გამიზიარეთ კომენტარებში, საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.